მიღწევები იყოს, ასევე ისოები აქვს, რომ ეს ახალი ადამიანების გარდა გაიცნოთ ძალიან კარგი სივრცე არის, რომ ამიტომ გაალაროთ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის EUSA და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობით პირველად საქართველოში ტარდება საზაფხულო სკოლა ანტიკორუფციულ სამართალში. ეს სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით და იმ იდეით, რომ აქ გაერთიანებული არიან საქართველოში ავტორიზებული და აკრედიტებული სამართლის ყველა სკოლის სტუდენტები, რომელთაც აინტერესებთ ანტიკორუფციული სამართალი, როგორც სამართლის ახალი დარგი, ხოლო SEU როგორც ნოვატორი ამ მხრივ პირველია საქართველოში, ვინც ასწავლის ანტიკორუფციულ სამართალს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მივესალმები ანტიკორუფციული ბიუროს ამ შესანიშნავ ინიციატივას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიურო აქტიურად ცდილობს დაამყაროს კონტაქტები საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ანტიკორუფციული პოლიტიკის ჩამოყალიბების ამ კონცეფციის განვითარების და შემდგომ მისი აღსრულების საქმეში, სწორედ რომ უდიდესი მნიშვნელობის არის საზოგადოების ყველა სექტორს ჰქონდეს ამ პროცესში აქტიური მონაწილეობის განცდა. ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა გაიმართა, რომელშიც მქონდა პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო როგორც მომხსენებელი. ჩემი მოხსენება შეეხებოდა ევროპული კლიმატ-ენერგეტიკული პოლიტიკის გავლენას ანტიკორუფციული გარემოს შექმნაზე საქართველოში. რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდა რეგულაციის მიმართებებზე, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონიტორინგი და ახსავსე პროცესების ჩამოყალიბებაზე ქვეყანაში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა მონაწილეებთან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებიდანაც იყვნენ წარმოდგენილი. შესაბამისად საინტერესო გარემო შეიქმნა თავად დისკუსიის პარკლებში. ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის პარკლებში განვიხილეთ კეთილსინცირების საკითხი. შევეხეთ კეთილსინცირების და ეთიკის ურთიერთმიმართებას, მათ გამიჯნვას. განვიხილეთ კეთილსინცირების მნიშვნელობა ანტიკორუფციულ პოლიტიკაში. შევეხეთ კეთილსინცირების სამართლებრივ საფუძვლებს და დისკუსიაში განვიხილეთ სისხლსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საფუძვლები მათი გამიჯვნის პრობლემატიკა. ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის პარკლებში დღეს შეხვედრა მქონდა სტუდენტებთან, სადაც ინტერაქციისა და დისკუსიის რეჟიმში ვისაუბრეთ ისეთ საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე, როგორც არის კორუფციული დანაშაულების გამოძიება, სპეციფიკა და ზოგადად პრევენცია კორუფციული დანაშაულების. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტიპის შეხვედრები ისევ გაგრძელდება მომავალში და ძალიან მიხარია, რომ სტუდენტების მხრიდან ჩანს ასეთი აქტივობა და დაინტერესება სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ნაწილში.
განხილული იქნა ისეთი საინტერესო საკითხები, როგორიცაა სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემები და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი. განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გადამეტება, მათი გამიჯვნა ერთმანეთისგან, ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, ასევე განვიხილეთ მექრთამეობაში თანამონაწილეობისა და ზეგავლენით ვაჭრობის ურთიერთგამიჯვნის საკითხები. და ამის შემდეგ განვიხილეთ სასამართლო პრაქტიკა და სწორედ ამ აღნიშნულ საკითხებზე იქნა ყურადღება გამახვილებული.